ბათუმის მესტიისა და რუსთავის შემდეგ ახალი იუსტიციის სახლი იხსნება ქუთაისში. საზეიმო ცერემონია ქალაქში საღამოს 6 საათზეა დაგეგმილი. ქუთაისში ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ელოდებიან. ახალ შენობაში იქნება განთავსებული პროკურატურა და ქორწინების სახლიც. ქუთაისელებს დღეიდან 150-ზე მეტი სერვისის მიღება ერთ სივრცეში შეეძლებათ. კურიერის ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე უფრო კონკრეტულად მოგვიყვება როგორ ჩაივლის დღევანდელი დღე ქუთაისში. ქუთაისის იუსტიციის სახლში ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს იმისათვის, რომ ზუსტად 6 საათზე მოხდეს იუსტიციის სახლის ოფიციალურად გახსნა. კონცეფცია იგივე არის, რაც დანარჩენ იუსტიციის სახლებში. ამ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანდება საჯარო და სამოქალაქო რეესტრი, ასევე ეროვნული არქივი, აღსრულების ეროვნული ბიურო, ნოტარიუსი და საკანონმდებლო მაცნე. ეს არის ყველაზე დიდი იუსტიციის სახლი მათ შორის, რაც დღემდე გახსნილა საქართველოში და ის მოემსახურება მთელი რეგიონის მოსახლეობას. აქ მოსულ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, რომ მიიღონ 250-ზე მეტი მომსახურება. სულ ქუთაისის იუსტიციის სახლში 200-მდე ადამიანი დასაქმდება. 7 თვე 300-ზე მეტი დასაქმებული ადამიანი და იუსტიციის სახლი მზად არის, რომ მიიღოს მოქალაქეები ქუთაისში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავისი მოცულობით სერვისის კუთხით ეს იქნება ყველაზე დიდი იუსტიციის სახლი, ანუ ყველაზე მეტი მოქალაქე სწორედ ქუთაისში მოვა დღემდე არსებულ იუსტიციის სახლებს შორის. ეს არის მეოთხე იუსტიციის სახლი, რომელიც ჩვენ გავხსენით საქართველოს მასშტაბით, რომელიც არის ინოვაციური და რომელიც არის გამარტივებული სერვისი ყველა მოქალაქისათვის, რომელიც თავიდან ბოლომდე მორგებული არის თითოეული მოქალაქის მოთხოვნაზე, რომელიც ძალიან 250-ზე მეტი სერვისისთვის მოდის იუსტიციის სახლში. კონცეფცია ყველა იუსტიციის სახლში ერთია. მომხმარებელმა აქ ასობით სერვისი უნდა მიიღოს, ამიტომ მას კომფორტი უნდა დახვდეს. ტერიტორია მაქსიმალურადაა გამოყენებული იმისთვის, რომ თანამშრომლებმა სწრაფად იმუშაონ და მოქალაქეების სახელმწიფოსთან ურთიერთობა სასიამოვნო იყოს. ქუთაისის იუსტიციის სახლის ოფიციალურად გახსნის შემდეგ უკვე გაიმართება ამავე ტერიტორიაზე კონცერტი და აქ მოსული ადამიანებისათვის კონცერტს გამართავს ჯგუფი მგზავრები. ქუთაისის იუსტიციის სახლი შეგახსენებთ, რომ რიგით მეოთხე არის საქართველოში. დღემდე ასეთივე საჯარო დაწესებულებები გაიხსნა რუსთავში, მესტიასა და ბათუმში. დიდი მადლობა, თეონა ცხომელიძე საუბრობდა ქუთაისთან პირდაპირ ეთერში.